საღამოშიდობის და ზურფოს ტელემოყრებლებო, მოგესალმებით. წლის შემაჯამებელი გადაცემა გვაქვს დღეს აჭარის ტელევიზიის ეთერში, სპორტ კლუბი ბესშეურდანიძესთან ერთად და დღეს ალბათ საინტერესო თემა იქნება ბევრისთვის. ბავშვთა ფეხბურთზე უნდა ვისაუბროთ და უნდა ვისაუბროთ ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ ბავშვთა საფეხბურთო კლუბზე. ეს არის ბათუმის დელფინები, საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა სულ რაღაც ახლახანს 2021 წელს და ძალიან საინტერესო ნიუსი მოვიდა გასულ კვირას შეიძლება ითქვას ამ გუნდიდან ის რომ Grassroot Cup 2025-ის გამარჯვებული New Vision Grassroot Cup, სწორად რომ ვთქვათ სახელი, გამარჯვებული გახდა 8 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის ბათუმის დელფინები და ვისაუბრებთ ამ გუნდზე, ვისაუბრებთ ბავშვთა ფეხბურთზე, პრობლემებზე, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში ამ სფეროში, წარმატებებზეც რა თქმა უნდა და ყველაფერზე მოკლედ რაც ბავშვთა ფეხბურთს ეხება და კონკრეტულად ამ შემთხვევაში დელფინების წარმომადგენლები იქნებიან ჩვენი სტუმრები, იურა ალიფერენკო, დამფუძნებელი კლუბის და მწვრთნელები გიორგი ბაღდავაძე, მამუკა დევაძე. მოგესალმებით ბიჭებო, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან. მოდი შორიდან არ დავიწყოთ, შორ გზაზე მერე მივალთ, დავიწყოთ ბოლო ამბით, ალბათ ეგრე იქნება უმჯობესი და ნახავს ჩვენი გულშემატკივარიც რა ტურნირზეა საუბარი. New Vision Grassroot Cup-ი, რა ტურნირია, რა პოპულარობით სარგებლობს, ასე ვიკითხავ და ვიცით რომ ძალიან წარმომადგენლობითი იყო, მონაწილეობდნენ პორტუგალიური, უზბეკური გუნდები, საკმაოდ გამოცდილი და ამ გუნდებსთან კარგი აკადემიები ყავს, ეგეც ვიცით. მოდი ამ თასზე ვისაუბროთ და 8 წლამდე ასაკის თქვენს გამორჩეულ თაობაზე, როგორც ჩანს, რომლებმაც ეს გუნდები დაამარცხეს და გახდნენ ჩემპიონები და შემდეგ ვისაუბრებთ კლუბის ზოგადად პერსპექტივაზე და წარსულზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმები თქვენს ტელემაყურებლებს, ყველას დამდეგ შობა ახალ წელს მიულოცავ. ტურნირსაც შეეხება ჩვენ უკვე 3 წელია ვიღებთ მანდ მონაწილეობა, ძალიან პრესტიჟული, კარგი ტურნირი არის, კარგი დაკომპლექტებული გუნდებით, ამან მიიწვია ჩვენი ყურადღება ზუსტად ამ ტურნირზე მონაწილეობის, კარგი თამაშები, კარგი შეხვედრები, გამოცდილება და მართლაც წელს აღსანიშნავია ამ ტურნირს დაერქვა უკვე საერთაშორისო ტურნირი, სადაც აი პორტუგალიური ბრაგა მონაწილეობდა, გაგვიმართლა ვეთამაშეთ ნახევარფინალში და უზბეკური პახტაკორი. ასევე ჩვენი საქართველოს წამყვანი აკადემიები, როგორებიც არის ტორპედო ქუთაისი, დინამო ბათუმი და დინამო თბილისი და კიდე სხვა გუნდები რა ჩვენი საქართველოსთან. შენ ბრაგა ახსენე და დიდი ანგარიშით დაამარცხეთ საბოლოო ჯამში ბრაგა, შემდეგ პენალტების სერიაში მოვუგეთ პახტაკორის გუნდს. მოდი რომ ავხსნათ ჩვენს მაყურებელსაც და იმ ადამიანებს, ვინც თქვა ბავშვთა ფეხბურთში შეიძლება კარგად გარკვეული არ იყოს, რა 8 წლამდე ასაკის ბავშვები, რა სპეციფიკით შეიძლება თამაშობდნენ, რა შეიძლება ამ ასაკის ბავშვებს მოთხოვონ და რამდენად რთულია თუ იულია მათთვის ასეთ ტურნირებზე მონაწილეობა და დისციპლინის წარმოჩენა, ხო, ასეთ ტურნირებზე დისციპლინაა საჭირო პირველ რიგში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, დისციპლინის გარეშე, ანუ იქ ისეთი გუნდი არ ჩავიდოდა, რომ დისციპლინის გარეშე ყოფილიყო, აქვთ გარკვეული გამოცდილება და ამიტომ მოხვდნენ ზუსტად მაგ ტურნირზე. რაც შეეხება ბრაგას წინააღმდეგ თამაშს, ხო, სწორად გავიგე შეკითხვა. კი, ნამდვილად კარგი არის, უბრალოდ ჩვენი სწავლება დაფუძნებული არის არა მხოლოდ ტექნიკაზე და სხვა რაღაცეებზე, არამედ პირველ რიგში ჩვენ ვაქცევთ ბავშვების გადაწყვეტილების მიღებას რა. როგორ გადაწყვეტილებას იღებენ ისინი მოედანზე. შემდეგ უკვე ხდება აი ამბავშვების შერჩევა და უკვე გამგზავრება აი ესეთ ტურნირზე. მან თამაში ბრაგასთან ძალიან დიდი როლი ითამაშა ზუსტად აი ამან. ბავშვებმა კონკრეტულად მაგ თამაში და კიდე სხვა თამაშებშიც 6 გოლის გატანა აი ისე მოვახერხეთ, რომ აი მოედანს მე შემდეგ მეორე თამაშის მერე რომ შევხედეთ და უყურეთ და ანუ ანალიზი გავუკეთეთ თამაშს, ანუ ძალიან კარგი გადაწყვეტილებები ჰქონდათ მინაღები და რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ მხარეს იყო ესე რომ ვთქვათ იღბალის და ძალიან კარგი და ლამაზი გოლები გაიტანეს. ბავშვების მენტალობას რაც შეეხება კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ანუ ძალიან გამართულად არიან, ძლიერად არიან და მყარად იყვნენ. ჩვენი ბავშვობიდან განსხვავებით, ჩვენ ცოტა უფრო აი ამ კუთხით უფრო პრობლემები ჰქონდა და უფრო ასე რომ ვთქვათ დაზაბულებთან განსაკუთრებით. კი, აუცილებლად კი, მე ეს კარგად მახსოვს. შეიძლება იყოს ნუ ეს ალბათ უფრო დიდი ადამიანებიდან იყო ჩანერგილი, ანუ ჩვენში რა, ჩვენ ამას ვერ მოვიფიქრებდი ჩვენით და ამ კუთხით აი ახლა ამათთან ესეთ პრობლემას ვერ ხედავ და რამაც ძალიან გამახარა და ამიტომაც დაიდო ესეთი შედეგი. ძალიან კარგი. მწვრთნელებთანაც ვისაუბროთ, რაც იურიმ აღნიშნა, ეს არის თქვათ ფიქრი მოედანზე, რაც ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას გარკვეულწილად არიან მწვრთნელები, ვინც ამბობს, რომ ფეხბურთი ამ ასაკში არის მხოლოდ გართობა და მხოლოდ გართობის ნაწილს უნდა დაუთმოთ ძირითადი დრო, თუმცა არიან თქვათ აკადემიები და სკოლები, ვინც ტაქტიკურ განსწავლებას უკვე ამ ასაკიდან იწყებს. თქვენი გზა რომელია?
მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ დაგვიმდებშობა ახალ წელს. ჩვენი მიდგომა არის აი ტაქტიკის განხილვის რა. ჩვენ ძალიან სურსო აი ამ საკითხშივე ვასწავლოთ ბავშვებს ტაქტიკური მონახაზი რა, მივცეთ ბავშვებს ცოდნა ესე რომ ვთქვათ რა. ბევრი არ გვეთანხმება მაგ რაღაცაში, მაგრამ ჩვენ მაინც საბოლოო ჯამში ამ ტურნირზე გამოჩნდა რაღაც დამატება. კი, აუცილებლად დავამატებდი, ჩვენი სწავლების, პირველი ეს არის ტაქტიკა რა, სწავლება, უფრო სწორად რო გითხრათ, გადაწყვეტილების მიღება, მწვრთნელებს ჩვენთან საქართველოში უფრო ტაქტიკა რო ესმით, ეს რაღაც სქემები 4-3-3 არა, პირველ რიგში ჩვენთვის ტაქტიკა ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გართობა ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ გართობაშიც ჩვენ გვაქვს ის გადაწყვეტილების მიღება და სწავლება, კი, გართობის სწავლება. ეს ყველა ჩვენი ვარჯიში, ყველა ჩვენი დღეები აი ამაზე არის ზუსტად აგებული რა. ჩვენთან მოსული ბავშვი ორშაბათი იქნება თუ პარასკევი დღე იქნება თუ ოთხშაბათი, ჩვენ ყოველ ვარჯიშზე ჩვენ მატჩში უნდა განვავითაროთ გადაწყვეტილების მიღება. აი დღეს რომ მოვიდა ჩვენთან, რაღაც უნარი გადაწყვეტილებაში უნდა განვავითაროთ და ისე უნდა წავიდეს. რაღაც უნდა პატარა მაინც უნდა ისწავლო და ისე წავიდე. ტექნიკა მხოლოდ, არის მეორე კიდე მხარე რა, არის მხოლოდ აი მოდიან, ჯერ ტექნიკა უნდა ვასწავლოთ და შემდეგ ეს გადაწყვეტილების მიღება, აი სხვა ასაკიდან 11 წლიდან ან 10 წლიდან, ეხა უკვე ცოტა უფრო შემცირდა საზოგადოებრივი აზრი ასე რომ ვთქვათ მაგაზე, მაგრამ ჩვენში ეს უკვე იყო, იმიტომ რომ პატარაობიდან ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკას მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთან სკოლაში საფუძველი არის უფრო გადაწყვეტილების მიღება და ტაქტიკა რა. კი ბატონო, მამუკასთან გადავალ შემდეგ კითხვით, მთელი ამ ტურნირის განმავლობაში ჩვენ თქვით რომ თქვათ იყო საერთაშორისო ასპარეზიდან გუნდები, იგივე პორტუგალიური, თუნდაც უზბეკური, რა დაინახე ისეთი განსხვავებული თქვათ მათ სწავლებებში და რა შეიძინეს შენ როგორც მწვრთნელმა ამ სკოლებთან ურთიერთობით და მათთან თამაშებში მიღებული გამოცდილებით. პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებ მაყურებელს. მადლობა დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის და ყველას გილოცავთ ამდეგშობა ახალ წელს ჩვენს ქვეყანას ულოცავ, წინსვლას და წარმატებებს უსურვებ ყველას. რაც შეეხება კითხვას, მათგან ვისწავლეთ, პირველ რიგში ჩვენ მწვრთნელები ვართ და ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და ვაკვირდებით ბავშვებსაც და მწვრთნელებსაც და დამოკიდებულებასაც ზოგადად. მაგათი მწვრთნელი ვინც იყო ზოგადად ისეთი ჩართული, ისეთ მითითებებს მაგალითად რაღაცა ჩვენგან რო იყო რაღაცა მშვიდად იყო რაღაცა იდგა. კი, რა თქმა უნდა მითითებებს რაღაც აძლევდა, მაგრამ ეგ თავისი პირობებისგან გამომდინარე, თვითონ გუნდის ფსიქოლოგიისგან გამომდინარე, ისეთ მშვიდად მიყვებოდა, რა შევოდა, იცოდა რა ასაკის ბავშვები იყვნენ, იცოდა თავისი საქმე და მიანდო ბავშვებს თამაში და ისე მშვიდად აუღებლებლად ითამაშეს. ვერ ვიტყვი რომ ცუდად ითამაშეს, ძალიან კარგი გუნდი იყო, ტექნიკური ბავშვები ყავდა, კარგად აგორებდნენ, ცდილობდნენ რომ კარიდან ამოეტანათ ბურთი როგორც ჩვენს რომ გადავიდეთ ახლა ჩვენს გუნდზე, ჩვენ სწავლებაშიც გვაქვს მცირე რიცხვები, ისეთი ტაქტიკური მონახაზები, სადაც ბავშვები უბრალოდ გაუაზრებელი, არ გვინდა რომ ბავშვმა გაუაზრებელი გადაწყვეტილება ამ ასაკშივე მიიღოს, უბრალოდ აწევს დაარტყას ბურთი მისამართოთ, სადაარტყავს თვითონაც არის ის. ამიტომ ნელ-ნელა მიყვებით ნაბიჯ ჩვენი სკოლა თითოეული მწვრთნელი ჩართული ვართ, ერთმანეთში ვსაუბრობთ, ვაკეთებთ კვირის ანალიზებს, თვის ანალიზებს თუ რა, როგორ ჩვენ ბავშვებს რა ჭირდება. და ვცდილობთ რომ ევროპული კლუბები ვახსენეთ და ძალიან არ ჩამორჩეთ რა, ნელ-ნელა უნდა დავეწიოთ ჩვენც მათ, იმიტომ რომ ახლა 8 წლის ასაკში მაგალითად იქ 10 წლის ასაკში დინამო კიევი იყო ჩამოსული, 9 წლის ასაკში დინამო კიევი და ძალიან განსხვავებული და მაგარ ფეხბურთს თამაშობენ და ვცდილობ ჩვენსო ფეხი აუწყოთ ამას და განვითარებას არ ჩამორჩით. ძალიან კარგია. ეს ყველაფერი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი, როცა ბავშვთა ფეხბურთის თემა განიხილება ხოლმე, არის მშობლების ნაწილი. გარკვეული ჩვენგანი ზოგი მშობლები ვართ ასევე, მაგრამ ის რაც მინახავს სხვადასხვა თუნდაც აკადემიებში, თუნდაც ისე სახელოვან აკადემიებში მშობლების ჩართულობა ფეხბურთის ნაწილში, მათი ჩხუბი, მწვრთნელთან ჩხუბი, საჭთან ჩხუბი, მოწინააღმდეგეებთან, ამის რაღაცა უთვალავი ფაქტი არსებობს ჩვენს პირობებში. როგორ ებრძვით ამ ყველაფერს? შეკრებებით და ინდივიდუალური საუბრებით რა, ჩვენ გვაქვს ჩატი, სადაც მშობლებს თამაშის წინ უგზავნით მაგალითად წესებს, თუ როგორ უნდა ვიქცეოდეთ თამაშზე, კი არის მშობლები, რომლებიც ემხრობა ამ ყველაფერს, მაგრამ მოდიან მშობლები, რომლებიც ირღვევენ. და ჩვენ ეს ძალიან არ მოგწონს პირველ რიგში.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ ვიზე ბავშვზე ხო თუ ბავშვზე როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მე დიდი არ დავზიანდები ამით მე უბრალოდ გული მტკივა იმაზე რომ ანუ ბავშვი ზიანდება იმიტომ რომ ხედავს თავისი მშობელი ემოციურად იქცევა იქ ხალხი შეაწუხა იქ საჯს რაღაცა უთხრა იქ სხვა მშობელი შეაწუხა და აი ამის გამო ისევ და ისევ მივდივართ ბავშვზე ანუ ჩვენი ცენტრალური ფიგურა უნდა იყოს ბავშვი სამკუთხედის თავში უნდა დავაყენოთ ბავშვი და ამიტომ ჩატში ვესაუბრებით ვუგზავნით თამაშის წინა დღეს ვარჯიშებზე იდეალური იქნება თუ მშობელი არ დაესწროს უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ის პირობა რომ მშობლებს უწევთ ჩვენთან ერთად ყოფნა მაგრამ ჩვენი ყველა ვარჯიში თუ კი რაიმე არ მოგწონს მანდ მივდივართ ვესაუბრებით ვაჩერებთ და ანუ ჯერჯერობით ანუ ისეთი დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია მშობლებთან არ გქონია მაგრამ არის მაინც შემთხვევები რომ აი მშობელი მაინც აი თავის ემოციებს ვერ მალავს და გამოხატავს რამ ყველაფერს მაგრამ ვიბრძვით მაგ მიმართულებით და რავი მუშაობთ რა მაგ მიმართულებით და იმედია დავალაგებთ ბოლომდე ყველაფერს გასაგებია გიორგის დამექნება შემდეგი შეკითხვა შენთვის როგორც მწვრთნელისთვის ბავშვთა ფეხბურთი კიდევ უფრო სათუთი თემაა ჩემი აზრით და მწვრთნელობა ამ მიმართულებით განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს რა არის ხელმისაწვდომი შენთვის როგორც შეიძლება დამწყები მწვრთნელისთვის საქართველოში იმისთვის რომ განვითარდე და რისი ვთქვათ ხილვა იქნებოდა შენთვის უფრო საინტერესო განვითარების თვალსაზრისით პროგრამები გადამზადება განვითარების თვალსაზრისით ეხლა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს ლიცენზირებები სადაც ჩვენ დავდივართ ეხლა ცელინცენზურული ვარ მე ამ წუთას მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ უფრო განვითარდეთ და ავიღოთ კატეგორიები რათა ბავშვებს მეტი ცოდნა მივცეთ რა კი ბატონო ძალიან საინტერესო პროექტებია ყველა განვითარების თვალსაზრისით და რამდენი მწვრთნელია სულ დელფინებში ეგ გვინდა გავიგოთ რა ასაკობრივი კატეგორიებია და ვთქვათ რამდენად არის შევსება ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მე მაქვს შეხედულება და ინფორმაციას დაკავშირებით რომ გარკვეული სკოლები ბათუმში თუნდაც ვეღარ იღებენ ბავშვებს ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო თქვენთან რა ხდება მართლა დავიწყებ მწვრთნელით. მწვრთნელები სადღაც 11 მწვრთნელი ვართ. ეხლა ამჟამად სკოლაში 11 მწვრთნელი არის, მაგრამ 1-2 მწვრთნელის დამატება ისევ გვინდა და რატო? იმიტომ რომ ანუ ვარჯიშებზე ჩვენ არ მოგწონს, როდესაც ერთი მწვრთნელი არის, ან ბევრი ბავშვი და ცოტა მწვრთნელი რა. ჩვენ სკოლაში თავიდანვე რომ დავაარსეთ, იყო გაანგარიშებული 8 ერთ მწვრთნელზე 8 ბავშვი და ამ სტრუქტურას ესე რომ ვთქვათ, არ მინდა რომ გავწდეთ და ეს არ მინდა რომ დაიყოს. მიღებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის პრობლემა გვაქვს, მაგრამ ეხლავე დავაანონსებ, რომ 2026 წლიდან ჩვენ გვექნება გადახურული მანეჟი და დაგვემატება კიდევ ერთი მოედანი, ღია, კი, ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამიტომ დიდი ხანია გვაქვს რეალურად გეგმაში, მაგრამ აი ეხლა უკვე კაფიოთ ვიცით, რომ ეს 2026-ში, ამიტომ ვიძახი ზუსტად აი ამას ეხა თქვენთან, რომ 26-ში უკვე ეს იქნება განხორციელებული. ასევე ღია მოედანი დაგვემატება 9-9-ზე 60-40-ზე, 60 სიგზე 40 სიგანე, ეს არ არის სტანდარტული მოედანი, მაგრამ რაღაც ასაკობრივ კატეგორიას დააკმაყოფილებს. კი, ეხლა გვაქვს, ანუ ასე რომ ვთქვათ, ვერ ვიღებთ ეხლა ბავშვებს, იმიტომ რომ ის რაც ვახსენე, ამ მწვრთნელზე 8 ბავშვზე მეტი თუ არის, ჩვენ არ გვინდა ეს რომ დაირღვეს, ამიტომ ვერ ვიღებთ ბევრი. რაოდენობის გაზრდა და ხარისხის კი, აი, ზუსტად ეგ არის, მადლობა რომ დამეხმარე, ანუ ხარისხი არ გვინდა რომ დაგვეკარგოს რა ამ ყველაფერში. ამისთვის მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მწვრთნელებს, რომ ისინი აი ამ პირობებშიც ეხლა რაც გაგვაჩნია, გვერდში მიდგანან და ანუ ძალიან ბევრი არ დამიდგებოდა ესეთ საქმეზე გვერდში და კიდევ ერთხელ აი გიოს მადლობა მამუკას და კიდე დანარჩენი მწვრთნელებს, ვინც ამ გზაზე, ამ რთულ გზაზე ჩემთან ერთად არიან და ერთად ვართ და ერთი ოჯახი ვართ რა. კი ბატონო, მამუკასთან გადავალ მას შემდეგი კითხვით. როგორ გესახება მომავალი ბათუმის დელფინების და რა შეიძლება იყოს საომავლო, ვთქვათ, პერსპექტივა ამ გუნდის, რა დონემდე შეიძლება მივიდეს მისი განვითარება, როცა ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გარკვეული სკოლები უკვე მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ კლუბად შეიძლება ჩამოყალიბდნენ და რაღაცა, ვთქვათ, დაბალი ლიგიდან დაიწყონ უკვე ასპარეზობა საქართველოს ჩემპიონატში. აი ეს თუ საბოლოო მიზანი ის. აი ამასაკიდან ეხა ვიტყვი რომ 2026-ში ჩვენ ეს ბავშვები და ზოგადად ჩვენი ასაკები გვინდა რომ უკვე გამოცდილება მივცერთ საერთაშორისო და წავიყვანოთ ევროპაში ტურნირებზე უკვე მოლაპარაკებები დაწყებულია ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად რა თქმა უნდა, როცა პატარა ბავშვები ყავს და კლუბი, ბავშვები რო გაიძებიან, უნდა რაღაც კლუბი უნდა იყოს, სადაც გააგზელნენ შემდეგ კარიერას. აი მაგ თვალსაზრისით ჯერჯერობით აი ახლა იურიმ რო უკვე დაანონსა რომ აშენდება 7-7-9 მოედანი და
ღმერთით უკვე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში უკვე ის პირობები და ინფრასტრუქტურა გვექნება, რომ უკვე დიდ გუნდზეც ვიფიქროთ ეს იქნება ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა კარგი, რაც უფრო მეტი ბავშვი ჩვენ გაიზრდება და მათ მომავალს მივცემთ. ამიტომ ფიქრობთ რა თქმა უნდა მაგაზე, უბრალოდ ჯერჯერობით თავარი არის ბავშვთა ფეხბურთი და უსურვებდი რა ამ ქალაქს და ზოგადად ქვეყანას, რომ მეტი ყურადღება ჩაიდოს და მეტი ყურადღებით მოეკიდონ ამ საქმეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია ამ ქვეყანაში, ვისაც ჭირდება აი ეს ინფრასტრუქტურა და ყურადღება. ჩვენ მწვრთნელები კიდე განათლებას ვხებულობთ, ნელ-ნელა ვითარდებით და ვცდილობთ, რომ აი ჩვენი შვილებიც არიან მაგალითად ფეხბურთელები, რომ ნათელი მომავალი ქონდეთ და ამის პერსპექტივა ჩვენ გვაქვს. აი ბიჭებმაც უკვე დაამტკიცეს, აი ვინც არიან ახლა ჩვენი ნაკრების უკვე ევროპაზე იყო ითამაშა და ეს ძალიან დიდი ძალიან მაგარი რაღაცა мотиваცია და გაგვისნო მთელმა მსოფლიომ და ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. ამიტომ ესე რომ ვთქვათ ვართ მოტივირებულები და ვცდილობთ, რომ ბავშვებიც ამ გარემოს ნელ-ნელა შევაგოთ და უფრო მეტი განვითარება მივცეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კი ბატონო, იურისთან მექნება შემდეგი შეკითხვა. ხარ ყოფილი ფეხბურთელი, გითამაშია ბათუმის დინამოს, თქვათ, დიდ გუნდშიც იყავი განაცხადში მახსოვს, რამდენიმე თამაშიც გითამაშია და წინა კითხვიდან გამომდინარე იქნება ალბათ ეს კითხვა, რომ აი თქვათ კარგია როცა არის აკადემია, სკოლა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ბევრ სპორტის სახეობაში, არა მარტო ფეხბურთში, არის გარკვეული ასაკი, სადაც სადამდეც ვაძლევთ ბავშვებს განათლებას, ვაძლევთ შესაძლებლობებს, მაგრამ შემდეგ წდება ეს გარდასვლის მომენტი არის ყველაზე რთული. ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, არა მარტო ბათუმში, ჩვენს ქვეყანაში, ამის გამო დღეს სხვა პროფესიით არის აბსოლუტურად დაკავებული. ეს შეიძლება ცუდი არ იყოს საბოლოო ჯამში, აი ეს გერმანიაშიც უამრავი ადამიანი და საბოლოო ჯამში ერთი თუ ორი აღწევს წარმატებას, მაგრამ ჩვენის თანა პატარა ქვეყანა, სადაც მოთხოვნა არის, ფაქტია, რომ დღეს რო შევხედოთ ჩვენ ეროვნულ ლიგას, უმეტესი გუნდები დაკომპლექტებულია ლეგიონერებით, როცა შეიძლებოდა რომ ამაზე არანაკლებ კარგი ხარისხის ქართველი ფეხბურთელები ყოფილიყო, თუნდაც იური ალიფერი ბავშვი. კი ბატონო, როგორ არა, კი შეიძლება, მთავარია გუნდის პოლიტიკა როგორი არის, აი აქ. ეხლა დავიწყებ ჩვენი გუნდით და შემდეგ უკვე გადავალ აი სხვებზეც რა. ანუ ჩვენთან ეხლა მაქსიმალური ასაკი ეს არის 14 წელი, მაქსიმალური 2012 წელი, დიახ 14 წელი და ჩვენი მიზანი დღესდღეობით რა არის? ეს მიზანი შეიძლება შეიცვალოს ხვალდაზეიქ, როდესაც ინფრასტრუქტურა გაიმართება. დღესდღეობით ჩვენი მიზანი არის და ეხლაც მიდის მოლაპარაკება, რომ რამოდენიმე ნიჭიერი ბავშვი, რომელსაც ეხლა დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერები არიან, გავუშვათ ევროპის სხვადასხვა, ასე რომ ვთქვათ, სკოლებში, კლუბებში და მან უკვე განაგრძონ მოღვაწეობა. თუ ევროპა არ გამოდის, შემდეგ უკვე ვეძებთ საქართველოში არსებულ და უკვე კარგ აკადემიებს, სადაც გვინდა რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ მივატოვებთ, ჩვენ არ ვტოვებთ მანდ, გვინდა რომ გვერდში ვედგეთ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენთან დადიხარ და აი ურთიერთობა გვაქვს, ის რო წავა ჩვენ გვინდა და გვაინტერესებს მაგათი გზა თუ როგორი იქნება და სად იქნება. და ეგეც თუ ყველაფერი არაფერი არ გამოდის, ხო, მაშინ მივდივართ მშობელთან, ვესაუბრებით და ვუხსნით ვითარებას და ანუ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივდივართ რა. ანუ ჩვენი სკოლის მხრიდან ჩვენი მწვრთნელების მხრიდან და ყველას მხრიდან იქნება რაღაც გზები შეთავაზებული, რომ ანუ ბავშვმა არ იგრძნოს თავი და მშობელმა არ იგრძნოს თავი მიტოვებულად, ხო. რაც ბევრი მსმენია და არის რა, ბევრი ფეხბურთელთან მიწევს საუბარი, ბევრი ფეხბურთელი ესე მიტოვებულად გრძნობს თავს და ჩემი აზრით ეგ სკოლების ერთ-ერთი დიდი შეცდომა არის რა, საერთოდ ამ გზაზე რა. მე როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე ბათუმის დელფინები არის აბსოლუტურად თვითდაფინანსებაზე, თუ არიან ადამიანები, ვინც შეიძლება გამოჩნდეს სამომავლოდ, ან თუ გაქვთ თქვა ამის მცდელობა და თუ გაქვთ ამის ინტერესი, რომ გამოჩნდნენ თქვა კერძო სექტორის წარმომადგენლები, სპონსორები, ვინც შეიძლება ხელი გაგიმართოთ და უფრო მეტი თქვა შესაძლებლობა დაისახოს თქვენს წინაშე. დღესდღეობით ეხლა მხოლოდ ჩვენი თუ ართ აი მშობლების დახმარებით, ყველა ჩვენი არსებული მოედანი ეს არის იჯარის სახით, ყველგან ვიხდით იჯარას და ესე ვავარჯიშებთ ჩვენ ბავშვებს რა. და რაც შეეხება სპონსორებს თუ გამოჩნდება, მზად ვარ დავждეთ ვისაუბროთ და თუ რა თქმა უნდა შევთანხმდებით დიდი სიამოვნებით, მინდა რომ ბავშვებს ისევ და ისევ ბავშვებს კონდეთ კარგი მომავალი და გამართულ პირობებში რა. განვიხილავთ, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, ბიჭებო, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. დავასრულებთ. ჩემი ბავშვები აუცილებლად მინდა მოვიკითხო აქედან და მიულოცო შოვა ახალი წელი და უსურო მომავალში კიდე უფრო დიდი წარმატებები და ვამაყობ მათ ისეთ სულისკვეთებაა ჩვენეს და ისეთი ემოციები გვაჩვენეს, რომ დღემდე აი ის თამაშები არის YouTube-ში და დღემდე უყურებთ რა და იმ ემოციებით ვართ სავსე და
კიდევ არაერთი უფრო დიდი და უფრო მასშტაბური ტურნირების მოგებას გისურვებ. და კარგი თაობის გაზრდა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ყველა ფეხბურთელი გახდეს, თავარია რომ ჯანსაღმოსავლების წესით იყოს დაკავებული და ქუჩაში არიდნენ, ეგეც უკვე ძალიან დიდი საქმეა ჩემი შეხედულებით, ამიტომ მადლობა და წარმატებები. უნდა გადავინაცვლოთ ჩემს კოლეგა ლან ჯაფარიძესთან, რომელიც გაგვაცნობს გასული უქმეების საინტერესო სპორტულ სიახლეებს. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით, ასეთი იყო სპორტკლუბის სტუმრების ნაწილი. დამდეგშობა ახალ წელს გილოცავთ და შევხვდებით უკვე 2026-ში. ილანა მოგესალმები ბესო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს ტრადიციულად საინტერესო სიახლეებით ვარ და გაგაცნობთ გასული კვირის სპორტში მომხდარ საინტერესო მოვლენებს. საქართველოს სუპერლიგის პირველი წრე ბათუმმა მოგებით დაასრულა. ბუბა ბერიშვილის გუნდმა საშინაო მატჩი რაში 99-83 დაამარცხა. ბათუმელებს მაირინ ტომასმა ულიდერა, რომელმაც 38 ქულა 17 მოხსნა და 8 გადაცემა მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. სტუმართაგან კი საუკეთესო 21 ქულიანი ანდრე უეირი იყო. 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ზღვისპირალები უკვე 2026 წელს გამართავენ. მეტოქის ვინაობა და მატჩის თარიღი უკვე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. აჭარის ღია პირველობა ამ სახელწოდებით კარატეში საახალწლო ტურნირი გაიმართა. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული 150 კარატისტი მონაწილეობდა. შეჯიბრება 18 წლამდე ასაკის კატეგორიაში ჩატარდა და გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. აქვე გეტყვით, რომ ტურნირი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება. ძალიან რთული ორთაბრძოლები იყო და მოხარული ვარ რომ გავიმარჯვა ამ ბრძოლაში. ასეთი ჩემპიონატები მეხმარება რომ განვითარდო. ტურნირით ასე ვთქვათ ჩვენი წლის ღონისძიებები მთავრდება. არის ძირითადად პატარა ასაკი 18 წლამდე კატეგორია. ძალიან საინტერესო ბრძოლები არის. წლევანდელი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო, შეიძლება ითქვას. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვყავს, მსოფლიოს ჩემპიონები ვყავს ბავშვებში. საკმაოდ ნაყოფიერია და რა თქმა უნდა სპორტსმენების მომზადების დონე დღითიდღე იზრდება. ბათუმის სპორტის სასახლემ 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და გასული სპორტული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. აქვე დააჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭათ მინდია შაინიძეს, მარად აბულაძეს, მურმან ბერიძეს და უჩა შავაძეს. სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა კალათბურთო კლუბ ბათუმის დირექტორს ლაშა კეშელავას, ნიჩბოსნობაში რევაზ ეზიეშვილს და ქართული ჭიდაობის მწვრთნელს პატა ურიადმყოფელს. სპორტის რაინდის წოდება კი ჯემალ არობელიძეს მიენიჭა. აქვე გეტყვით, რომ საერთო ჯამში 2025 წელს სპორტის სასახლის ათლეტებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში სხვადასხვა რანგის ტურნირზე მოიპოვეს 43 ოქროს, 172 ვერცხლისა და 197 ბრინჯაოს მედალი. ღონისძიების ფარგლებში გავიარეთ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გამოვავლინეთ წარმატებული სპორტსმენები, გამოვავლინეთ წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები დავაჯილდოვეთ ფასიანი ვაუჩერებით. ამავდროულად დავგეგმეთ 2026 წლის სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოვახდენთ სპორტულ ასპარეზზე წარმატებით მოღვაწეობას. მინდა გამოვიყენო შემთხვევა და ყველას მინდა მიულოცო 2026 წლის დადგომა და 2026 წელი ყოფილიყო წარმატების, ჯანმრთელობის და ყოველივე კარგის მომტანი. 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი, ასევე მინდა აღვნიშნო ეს მედალი იაპონიიდან ჩამოვიტანე, რაც საქართველოს კარატეს ისტორიაში პირველი მედალი იყო და ესეც განსაკუთრებულად ასაღნიშნია, ასევე ევროპის ჩემპიონატზე შეუძლია და ზედიზედ მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი. ვიტყოდი რომ კარგი წელი იყო, მაგრამ მომავალში ბათუმში ტარდება ევროპის ჩემპიონატი და მაქსიმალურ შევეცდები რომ იგივე შედეგი გავიმეორო და ჩემ ქვეყანას კიდევ ერთი ოქროს მედალი მოვუტანო ევროპის ჩემპიონატზე. ვფიქრობ, რომ წარმატებული წელი იყო მთლიანად საქართველოში სპორტის ისტორიაში ზოგადად. ქართველებმა ისტორიული შედეგი დავდეთ, ძალიან ბევრი მედალი, ბრინჯაო, ოქრო, ვერცხლი მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას წლევანდელს დადებითად შევაფასებდი, იყო ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედალით დავასრულე, იყო მსოფლიოს ჩემპიონატი ვიცე-ჩემპიონი გავხდი.
და რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რაც ეს мотивაციას მაძლევს მომავალს, რომ კროსფის ვიბრძოლო. მომავალში გპირდებით, რომ უკეთეს შედეგი ვექნება წელევანდელ წელს, რაც შეეხება. რა ვიცი, კმაყოფილი ვარ, რა მეტი შეიძლებოდა პირობითად საბაზეც რა ვიღოთ. სოფლიოზე იყო ისეთი შანსები, რომ აი სოფლიო მედალიც ქონოდა და ისტორიული მედალი, მაგრამ რა ვიცი, მადლობა უფარს გვაქვს ერთი ევროპის ოლიმპიური ფესტივალის მედალი, გვაქვს საქართველოს ჩემპიონის მედალი, ის პატარა ბიჭი, ვისაც დიდი ხანია ვამბობდით, მაგის სახელგვარს ვიჟღერებ და ჯერავს, რომ მომავალში უფრო მეტი მედალი გვექნება. გორმა კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. პირველობაში 100-მდე მოკრივე მონაწილეობდა. პრიზიორები ვაჟთა შორის 10, ხოლო გოგონათა შორის 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჩვენი რეგიონის მოკრივეებმა კი ტურნირზე გამოსვლა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ ლუკა მაჭუტაძე გახდა, ხოლო მეორე ადგილზე ადგილი საბა პაპაძეს ერგო. გოგონათა შორის ჩემპიონობა ლორენა სურმანიძემ და ნინო ჩიტაძემ იზეიმეს. ხოლო ბრინჯაოს მედალს ლინდა ჯაიანი დაეუფლა. გასულ უქმეებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში 5 ტიტული მოიგო. საუკეთესო ქალ ფეხბურთელად კი თეონა ბაქრაძე აღიარეს. ფუტზალის წლის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ღავთაძე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე, წლის საუკეთესო მსაჯი კი გოგა კიკაჩეიშვილი გახდა. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები 17 და 19 წლამდე შორის. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დააფასა ჩემი შრომა და დღეს მაქვს შესაძლებლობა მივიღო ეს ჯილდო. 2025 წელი ჩემს ცხოვრებაში კაირული თვალსაზრისით ალბათ ყველაზე წარმატებული წელი იყო, რითიც ძალიან ვამაყობ. აქამდე ის საღვნიშნო რომ მიხარია ძალიან რომ შემძელი ქართული გულშემატკივრების გახარება. მადლობა მინდა გადავხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კარგ საქმეში და პირველ რიგში მადლობას მოვუხდი საქართველოს ფედერაციას. მივეჩვიეთ უკვე ჩვენი ფეხბურთელები, ჩვენი ნაკრები და რომ წარმატებული გვინდოდა ყოფილიყო, თუმცა ისე არ აღმოჩნდა როგორც გვინდოდა. ცხადია ამას თავის მიზეზები ქონდა, ცხადია თითოეულ ჩვენთაგანი თვითკრიტიკულები ვართ და რეალურად ვიცით თუ რა პრობლემები იყო, რის გამოსწორებაც ალბათ არა დარწმუნებული ვარ 2026 წელს უნდა მოვახერხოთ. საანგარიშო საარჩევნო კონფერენცია გაიმართა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციაში, რომელსაც 23 მოწვეული დელეგატიდან 21 ესწრებოდა. კონფერენციაზე განვლილი 4 წლის საქმიანობაში აჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები დასახეს. გაიმართა ასევე ფედერაციის პრეზიდენტის და გამგეობის წევრების არჩევნები. დელეგატებმა ნდობა კვლავ ჯემალ წულუკიძეს გამოუცხადეს, რომელიც აღნიშნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გელა ზოიძე იქნება. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი კი კვლავ გოგა აბრამოვი იქნება. კონფერენციამ შეაჯამა გასული 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე, რაც განვლილი 4 წლის განმავლობაში ჰქონდა, ასევე დავსახეთ სამომავლო პერსპექტივები, გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომელიც როგორც სპორტული მიმართულებით, ისე სპორტსმენთა და მწვრთნელთა პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს ოჯახს, ჩვენს გუნდს, კიდევ ერთხელ ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისათვის და დობის გამოცხადების ჩვენი გუნდი, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის, ახალი მენეჯმენტი, ფედერაციის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ავტონომიური რესპუბლიკის სინამდვილეში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული, მოტივირებული, ორგანიზებული ფედერაცია. დღეს და ამ წელს ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე დამდეგს გილოცავთ და ესწარით მრავალს ბედნიერად მომავალ წელს კი საინტერესო სიახლეებით ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით. ნახვამდის.